მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დღეს 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები ქალაქსა თუ სოფლებში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ საკრებულოში, აძლევენ ხმას მათთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიებს და პირდაპირ წესით ირჩევენ ქალაქის მერებს. როგორც ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერდია ლომიძემ გითხრა, 12 საათისთვის საკუთარი არჩევანი 12,000-მა ამორჩეველმა გააკეთა. მისივე განცხადებით არჩევნები 7 გარემოში მიმდინარეობს და 12 საათისთვის არც ერთი საჩივარი არ შეცვლა არც საოლქოში, არც საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ დროისთვის ოზურგეთის ოლქში 7 გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, აქტივობა საკმაოდ მაღალია, საკმაოდ აქტიურობს ამორჩეველი, არანაირი ექცეს ადგილი არ ქონია და საჩივარიც შესაბამისად არც ერთი საჩივარი არ არის შემოსული არც საუბნო საარჩევნო კომისიებში და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში. 12 საათის მონაცემებით დაახლოებით 12,000 ამორჩეველი არის უკვე ვინც გააკეთა არჩევანი და იმყოფებოდა უბანზე. მოქალაქეების აქტივობა საარჩევნო უბნებზე დილიდან მაღალია. გამოკითხული ამორჩევლები ამბობენ, რომ მათი მთავარი სურვილი ქვეყანაში კეთილდღეობაა. ნაწილი საუბრობს ოპოზიციაზე და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესი საჭიროებს ძლიერ და კეთილსინდისიერ ოპოზიციურ ფლანგს. რას გვეტყოდით და რას სურვილები და რა ვიცი, იმედიანი. განწყობა იმედიანია. რომ რას სურვებით საქართველოს ამარჩევნებში? საქართველოს გამარჯვება. დამოუკიდებლობა, კეთილდღეობა. რა ვიცი, როგორ მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, რომ ძალიან ობიექტურად და ყურადღებიანია ყველა და რა ვიცი, ხალხიც მობილიზებულია აგერ ეთყობა. ჩემნებს რას სურვებით ეს მინდა მოლოდინები ახლა რა გითხრათ, ჩვეულებრივად გაგრძელდება როგორც საჭიროა, ისე თავარია ჩამოყალიბდეს ახალი და ნორმალური ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციონერებას გაუწევს და არაბრძოლას. ვისურვებდი, აი ასეთ ოპოზიციას ვისურვებდი. გურია TV ესაუბრა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო ის პარტიებია, რომლებიც ოზურგეთში არჩევნებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას და მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებიც ყავთ წარდგენილი. გახარია საქართველოსთვის პარტიულ ოფისში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია. ამ დროის მონაცემებით ხალხის მცირე რაოდენობა არის უბნებზე, ანუ ძირითადად ქალაქის უბნებზე მაქვს საუბარი, თუმცა ლიხაურში მაგალითად ჩვენმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შედარებით ბევრი ადამიანი იყო მისული. ვითარება არის მშვიდი, წყნარი, არაფერი ისეთი დარღვევა ჯერჯერობით ჩვენ ყურამდე არ მოსულა. მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ისეთი რაღაცა ცოტა ხალხშიც ნიჰილიზმური განწყობა არის და ამიტომ თუ შეიძლება ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოუწოდო ადამიანებს რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი ხმა. რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლავრენტი ქვილორია აცხადებს, რომ არჩევნები შანტაჟის, ზეწოლის და იძულების ფონზე მიმდინარეობს და დილიდან ამომრჩევლის მაღალი აქტივობა არჩევნების პროცესში სახელმწიფო მანქანის ჩართვას უკავშირდება. ფაქტიურად ჩანს, რომ აქტივობა იმ დონეზეა და იმ დონეზე გადაყავს სახელმწიფო მოხელეები თვითონ ოცნებას საარჩევნო უბნებზე, რომ აქტივობაა ძალიან დიდი. ოზურგეთის რაიონში უბნებზე, ქალაქში შედარებით ნაკლები და ფაქტიურად დღის ბოლოსათვის აიწევს იქაც აქტიურობა. წინასწარ თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ არჩევნებში რამდენი წელია ჩართული ვარ და ამნაირი არჩევნები, ასეთი არჩევნები პირველადაა. რა თვალსაზრისით? თვალსაზრისით და ზეწოლა ეგრეთ წოდებულ ნაციონალების დროზე რომ ძახოდნენ ზეწოლა საერთოდ არსებობდა ზეწოლები ადამიანებზე დაშინებები სახურავს არ მოგცემთ ფაქტიურად სოციალურს გაგიუქმებთ სამსახურიდან გაგიშვებთ. ცესკოს მონაცემებით 12 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამორჩეულთა აქტივობა 17% შეადგინა. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 7 გარემოში გრძელდება. სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი. ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ თითქოს და იმის გადასამოწმებლად იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც თავის მხრივ გავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის
მზადებას CESCO-ს სახელით. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა, როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ CESCO-ს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ CESCO-ს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ. 12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602,445 ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია. ასევე გაცნობთ, რომ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში არც ერთი საჩივარი არ არის შესული. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის რაიონის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას დააფუძნოს საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გაუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ღებულობთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაახლოებით დილის 11 საათისთვის გამოცხადდა კუთვნილ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა მისცა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ხმა მისცა იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება. მივეცი მშვიდობას, მეციკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაგის რაიონში. ეს იყო სულ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია, მე დროებით გამშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.